გამარჯობა, ლაშქრობის დროს აუცილებლად თავი უნდა დავიცვათ მზისგან. თან მაქვს ახლა ორი ტიპის ქუდი, ეს არის ჩოლებად კეპი და აი ესეთი კარგი ინდიანა ჯონსის მსგავსი ტიპის ქუდი. წინ თვალებსაც მიცავს, სახის უმეტესი ნაწილი დაფარულია, უკანა მხარეთ საკმაოდ დაცულია, მსგავს ქუდებს აქვს სტანდარტი თუ რამდენი პროცენტით იცავს მზისგან. ეს არის ლათინური ასოები UPF და უნდა იყოს აუცილებლად 50, რადგან ეს არის დაახლოებით 98%-ით არ აღწევს მზის სხივები ჩვენს სხეულზე. არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ ქუდი, რომელსაც ეს არ აქვს. ესეთი კეპის შემთხვევაში არის საკმაოდ კომფორტული, თუმცა არის ბამბის და ბამბა ხალხო ჩვენი მტერია, მოლაშქის პირველი მტერი არის ბამბა. გამოიწერეთ ჩემი არხი. მზისგან დაცვისგან რა თქმა უნდა ვერ აუვალთ სათვალეს. სათვალე არის ნომერი პირველი, იმიტომ რომ ხალხო მხედველობა არის უნიშნელოვანესი ჩვენთვის. თუ ლაშქრობამდე ხა მხედველობა დაგვიზიანა და ხეხი მოვიტეხეთ და კომფორტულად არ ვიყავით და დაგვცხვა, რაღა გვინდა ლაშქრობაზე არ წახვიდეთ თქვენ კაი ადამიანებო. ქუდის შემდეგ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ როგორი ტიპის სათვალე გვჭირდება. კარგი ქუდის შემდეგ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ასევე კარგი სათვალე. მას აუცილებლად უნდა გქონდეს ულტრაისფერის სხივისგან დაცვა. ჩემ სათვალეს სამწუხაროდ აღარ აწერია არაფერი, იმიტომ რომ უკვე გაიცვითა და საკმაოდ მოძველებულია, თუმცა ჯერაც კარგად მუშაობს. ყველაზე მთავარი არის ამ შემთხვევაში, რომ მას უნდა ეწეროს, აი კუთხეში გვერდიდან უნდა ეწეროს EUV 400. ეს არის მაქსიმალური დონე ულტრაისფერის სხივებისგან თავდაცვისთვის. და თუ კი აწერია შედარებით დაბალი რიცხვი, ეს ნიშნავს, რომ ცოტა დაბალი ხარისხის არის. ზაფხულზე გადავაადგილდებით თოვლიან ზედაპირზე, ზემოდან წამოსული ულტრაისფერის სხივები ეცემა თოვლს და თოვლი ირეკლავს და პირდაპირ სახეში გვირტყამს. ამ შემთხვევაში ძალიან მაგარი სახის ერთ-ერთი დამცავი არის, რა თქმა უნდა, ბაფი. მერწმუნეთ, ყველა მოლაშქერს აუცილებლად უნდა გქონდეს. ქარიან ამინდში, სიცხეიან ამინდში ჩვენ მას კარგად გამოვიყენებთ. ჩვენ ხედავთ, რომ ბაფი იცავს ჩემ კისერს, ჩემ ზურგს და ყელს და სახის რაღაც ნაწილს. ხალხო, ეს არის აი ტოპ მექანიზმია მზისგან დაცვისგან. ეხლა შეიძლება თქვათ, რომ დაგცხება, მაგრამ არა, ბაფი არის ისეთი ქსოვილისგან დამზადებული, ეს არის კოლმაქსი, რომელიც სითბოს პირიქით გამოდევნის აქედან. ეხლა როგორც ხედავთ, საკმაოდ დაცულია მზისგან, მაგრამ მორჩა, რა თქმა უნდა არა. სიმართლე რო გითხრათ, არ ვიცი ამას რა ქვია, ამბობთ რაღაცა ხელის გეტრი. ხელზე გავიკეთებთ, როცა მზეში გადავაადგილდებით, აუცილებლად არ უნდა გქონდეს ხელი მოტიტვლებული ესე. თორე ვიწვევით, ცოტა პატარა მაქვს, მაგრამ არა უშავს. არის გაკუთვნილი იმისთვის, რომ აი ჩემი სიარულის დროს, აი ესე ხელის დაგრძელება არის. ესეც მზისგან დამცავი ფენა აქვს, ანუ რაც ვახსენეთ ახლა ულტრაისფერ სხივებს არ ატარებს ეს ჩვენი ადამიანი. 40 გრადუს სიცხეში გარანტიას გაძლევთ, რომ საერთოდ არ დაგცხებათ. აი, გამომიცდია, ხელზე მკეთებია და არის ყველაზე კომფორტული. ერთია რომ ახლა სადმე რო გაიაროთ ტყეში და რაღაცა ჯინჭარს არამეს გაუსვა ხელი, მაგიდანაც გიცავს. ამიტომ გირჩევთ, რომ ესეთი რაღაც ნიუანსები გქონდეთ. თქვენ შეიძლება არ ლაშქრობდეთ, მაგრამ თუ რაღაც გარე სამუშაოებს ატარებთ, ძალიან მაგარია. და ეს ყველაფერი გამოგადგებათ. სავარაუდოდ კომენტარებში ემზადებოდა ვიღაც სად არის მზისგან დამცავი კრემიო და მართალია. რა თქმა უნდა, არ გამოგრჩება მზისგან დამცავი კრემი. ნებისმიერ კრემს როცა ნახავთ, ჩვენ აუცილებლად უნდა წავიკითხოთ რა დონის დაცვა ულტრაისფერის სხივებისგან. ეს არის 50, რომელიც გამოდგება ლაშქრობისთვის. ლაშქრობის დროს სასრუველი განვაახლოთ ყოველ 2 საათში მზის კრემი, სახეზე, ცხვირზე, ყურებზე, ხელებზე და ასე შემდეგ. ბოლო რჩევა არის წყალი, მიირთვით ყოველ 9 საათში რამდენიმე ყლუპი და იქნებით გრილად. შეიძლება არ იცოდეთ, რომ თუ ფიზიკურად არ იტვირთებით და არ ვარჯიშობთ, მზე უფრო მეტად მოქმედებს თქვენთან და უფრო მეტად შეუძლია დაგაზიანოთ. თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ, ან დამატებით რაიმე ინფორმაციის მოპოვება გსურთ, აუცილებლად დამიკომენტარეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებები. გამოიწერეთ ჩემი არხი.